მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და ეს არის ჩემი ყოველკვირეული რუბრიკა კითხვა ფსიქოლოგს, სადაც თქვენ სვავთ შეკითხვებს, მიგზავნით თქვენს პრობლემებს და მე ვცემ ამ შეკითხვებს პასუხებს და გაძლევთ შეძლების დაგვარად რჩევებს და რეკომენდაციებს. მაშინ სადამე დავიწყოთ. პირველი შეკითხვა. გამარჯობა. რუბრიკის ფარგლებში მაქვს შეკითხვა. ყავს ქმარი, რომელთანაც პირველი პერიოდი ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემთვის იდეალური. შემდეგ შეიცვალა სიტუაცია, გაჩნდა პრობლემები. თითქოს სხვა ადამიანი გახდა, დაშორება მიფიქრია, მაგრამ ვერ დავშორდი, რადგან ემოციურად დამოკიდებული ვარ. ბავშვობაში მშობლებთან არ მქონია ახლო ურთიერთობა და უპირობო სიყვარული და ამას ვუკავშირებ. რაც არ უნდა მაწყეინოს, დიდხანს ვერ ვძლებ მაწყენი, მალე ვურიგდები ჩემი ინიციატივით. რა ვქნა? ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ როდესაც შეყვარებულობიდან გადავდივართ სხვა როლებში, მაგალითად მამაკაცი ხდება ქმარი, ქალბატონი ხდება ცოლი, ამ დროს ქვეცნობიერიდან ტივტივდება, ასე ვთქვათ, ყველა ის დესტრუქციული პროგრამა დაკავშირებული სიტყვა ქმართან და ცოლთან, რაც იყო თქვენი ოჯახების გამოცდილებაში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ახალ როლში შევდივართ, ყველა ის გამოცდილება, მათ შორის ნეგატიური გამოცდილება, რაც დაგროვდა ჩვენს ოჯახებში, უცებ იჩენს თავს, აქტიურდება და ადამიანს უჩნდება სხვა აზროვნება, სხვა ემოციური რეაქციები, სხვა ქცევა, ხანდახან სხვა მიმიკაც კი. ამ შემთხვევაში თქვენი ასე ვთქვათ აღწერიდან გამომდინარე, მე გირჩევდით ფსიქოთერაპიას აუცილებლად, იმიტომ რომ აშკარად ჩანს, რომ ახალი როლების ასე ვთქვათ აღება საკუთარ თავზე აღმოჩნდა თქვენთვის პრობლემატური. რატო? იმიტომ რომ სავარაუდოდ ასე ვთქვათ ის ანდერძი ფსიქოლოგიური, რაც თქვენ და თქვენ მეუღლეს სავარაუდოდ გადასცეს წინა თაობებმა, მაინც და მაინც ჯანსაღი არ აღმოჩნდა ურთიერთობების კუთხით. ამიტომ შეგიძლიათ ფსიქოთერაპიაზე მობრძანდეთ და ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, მოაგვაროთ. მეორე შეკითხვა. რატომ ხდებიან სასმელ და წამალ დამოკიდებულები? რა ტრავმას ატარებენ, რასაც თავისით ვერ უმკლავდებიან? ყოველთვის ტრავმაში არ არის საქმე. როდესაც ადამიანი ხდება სასმელ დამოკიდებული ან წამალ დამოკიდებული, ამ შემთხვევაში მან ვერ იპოვა ამ სამყაროსთან ადაპტაციის სხვა გზა. ცნობიერად შეიძლება გადასარევად გვესმის ამ დროს, ხო, რომ ბევრი გზა არსებობს, როგორ შეიძლება ამ სამყაროში წარმატებით ადაპტირდა. მაგრამ ასე ვთქვათ, თუ ქვეცნობიერი ვერ ხედავს ამ შესაძლებლობებს და ხედავს ასე ვთქვათ ხსნას სასმელში ან რაღაცა ნივთიერებებში, ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი ამ მიმართულებით წაიყვანოს. ძალიან ხშირად როდესაც ადამიანი, ასე ვთქვათ, იყენებს სასმელს ან სხვა ნივთიერებებს იმისთვის, რომ ცნობიერების მდგომარეობა შეიცვალოს, ამის უკან დევს გაუცნობიერებელი სურვილი გახდე ვიღაცა სხვა. რატო შეიძლება ესეთი სურვილი გაჩნდეს? ესეთი სურვილი შეიძლება გაჩნდეს მაგალითად, თუ სხვა სქესის ბავშვს ელოდნენ ოჯახში და შემდეგ დაიბადეს შენ. და იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, შენ უყვარდე, შენ უნდა იყო ვიღაცა სხვა. ან შეიძლება ბავშვობაში ნეგატიური შეფასებების ან კიდევ სხვა ტრავმატული გარემოებების გამო ადამიანმა გააკეთა ესეთი დასკვნა საკუთარი თავის შესახებ, რომ მე მთლად კარგი არ ვარ, ხო, რაღაც არასრულფასოვანი ვარ, მარტივად რომ ვთქვათ და აქედან შეიძლება გაჩნდეს საკუთარი თავიდან გაქცევის სურვილი. და ამ შემთხვევაში საკუთარი გონების დაბინდვა და ცნობიერების ესე რადიკალურად შეცვლა შეიძლება გახდეს ეს გზა, რომ ცოტა ხნით მაინც გავხდე ვიღაცა სხვა და ამაში რაღაცა დროებითი შვება ვნახო. ბუნებრივია ეს სიტუაცია საჭიროებს კარგ სიღრმისეულ ფსიქოთერაპიას და არ იმოგვარებადი. შემდეგი შეკითხვა.
რეინკარნაციაზე რას ფიქრობთ? დღესდღეობით ძალიან დიდი სტატისტიკური მასალა დაგროვდა იმასთან დაკავშირებით, რომ ასე იგი ადრე თუ არსებობდა ესეთი ჰიპოთეზა, რომ შეიძლება ადამიანი ფსიქოთერაპიის დროს თავისი პრობლემების მიზეზებს ასახელებდა როგორც წინა ინკარნაციებიდან, ასე ვთქვათ, გადმოყოლილ რაღაცა გარემოებებს. მაგალითად, წინა ცხოვრებაში იყო შეძლებული ადამიანი და ფულის გულისთვის, ასე ვთქვათ, გამოასალმეს სიცოცხლეს, ხო და ამ ცხოვრებაში შესაბამისად აქვს დიდი ფულის შიში. ადრე ეს აღიქმებოდა როგორც ესეთი თერაპიული მეტაფორა, რომ ჩვენი ქვეცნობიერი იგონებს, ასე ვთქვათ, რაღაცა წინა ცხოვრებას იმისთვის, რომ ესეთნაირად, ასე ვთქვათ, ესეთი ანალოგიური გადატანითი მხატვრული ფორმით დაგვეხმაროს, რომ დავძლიოთ ეს პრობლემა. მაგრამ დღესდღეობით დაგროვდა ძალიან ბევრი ფაქტობრივი მასალა კლიენტების გამოცდილებაში, რომელიც გადამოწმებადი გახდა. შესაბამისად, როცა ადამიანი ყვებოდა, რომ მე წინა ცხოვრებაში იქა და იქ ვიყავი, ამას და ამას ვაკეთებდი, შემდეგ როდესაც დაიწყეს ამების გადამოწმება, რაღაცები დაემთხვა. და შესაბამისად, რთულია იმის თქმა, რომ რეინკარნაცია არ არსებობს. თუმცა, ისეთი 100%-იანი დადასტურება მეცნიერული, ასე ვთქვათ, ესეც არ გვაქვს ხელთ. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად საყურადღებო ფენომენია, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე მუშაობის დროს და ფსიქოთერაპიის დროს. შემდეგი შეკითხვა. რამდენჯერმე დავიწყე ბიზნესი, თავიდან ყველაფერი კარგად მიდის და მე სულ ირევა სიტუაცია. თქვენმა პოსტმა დამაფიქრა ფინანსურ ბლოკებზე. შიში ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ალბათ საქმე სხვა რამეშია. უყურეთ, აქ უნდა შევაფასოთ სამი რაღაცა. პირველი, გაქვთ თუ არა კორექტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებით განავითაროთ. ანუ გფლობთ თუ არა სწორ მეთოდებს ბიზნესის წარმოების. ეს ერთი. მეორე, ფლობთ თუ არა ბიზნესის განვითარებისთვის ყველა აუცილებელ უნარს და კომპეტენციას. ეს მეორე. ხართ თუ არა საკმარისად მოტივირებული. ეს მესამე. თუ სამივე შეკითხვაზე გვაქვს ესეთი სრულფასოვანი დადებითი პასუხი, ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება იყოს ადამიანის, ასე ვთქვათ, ქვეცნობიერ აზროვნებაში. შესაძლოა თქვენს ქვეცნობიერ აზროვნებას აქვს დაყენებული გარკვეული ზღურბლი ფინანსური ზრდის, ან რაღაცა სხვა მიზეზებით შეიძლება აღიქვავდეს, ასე ვთქვათ, ბიზნესის განვითარებას და მეტი ფულის გაჩენას, ან რაღაცა საფრთხეთ, ან რაღაცა შეუსაბამოდ. აქ სხვა შემთხვევები არსებობს ხოლმე პრაქტიკაში, მაგალითად, შეიძლება ბავშვობაში რაღაცა ფული გაჩუქა და ამის გულისთვის სახში გეჩხუბნენ, ხო? შესაძლოა ხანდახან ამასეთი ოჯახური ლოიალურობის ფორმები აქვს ხოლმე. ანუ ქვეცნობიერად შენ არ გინდა რომ იყოს შენს ნათესავებზე უფრო მდიდარი, იმიტომ რომ შეგაწუხებს ნამუსი. აი რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს გამონათქვამი ახლა, ხო? პრაქტიკაში ძალიან ხშირია ხოლმე ეს რაღაც. შეიძლება ეს არის უბრალოდ ჩვევა და ასე შემდეგ. შეიძლება საქმე ფულში საერთოდ არ არის. მაგალითად, თუ შენ გახდები ფინანსურად უფრო შეძლებული, მაგალითად არსებობს ამის რისკი, რომ შეიძლება ამჟამინდელი პარტნიორი მიატოვო, ოჯახური ურთიერთობები დაასრულო და ასე ვთქვათ, ანუ შენს ქვეცნობიერს სხვა რაღაცეების ეშინია, რაც შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც შენ გაგიჩნდება, ასე ვთქვათ, მეტი ფინანსური რესურსი. ამიტომ აქ ძალიან კარგად და სიღრმისეულად არის გასარკვევი. სხვა შორის 3 მაისს იწყება ფინანსური მარათონი, რომელსაც ვატარებთ ქეთი ოდიშელი და მე ერთად. იქნება ახალ ფორმატში ეს ფინანსური მარათონი, რომლის მიზანიც არის
გავერკვეთ იმ შიდა და გარე ფაქტორებში, რომლებიც მოქმედებს ჩვენს ფინანსურ შედეგიანობაზე და წარმატებაზე და შესაბამისად დაუვაროთ ჩვენი ქვეცნობიერის, ასე ვთქვათ, ყველა უჯრას ისეთნაირად, რომ ჩვენი ფინანსური აზროვნება და ასე ვთქვათ, ჩვენი ფინანსური უნარების ქილები ერთხელ და სამუდამოდ მოვიყვანოთ შესაბამისობაში, ასე ვთქვათ, რაღაცა ჯანსაღ ნორმებთან, რომ ფინანსური ზრდის, ფულის შენარჩუნების საკითხი საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან. ანუ ფინანსური მარათონის მიზანია 4 უნარის გაუმჯობესება. ესე იგი, ფულის შოვნა, ფულის შენარჩუნება, ყაირათიანი ხარჯვა და ინვესტირება. აი, ამ 4 უნარის განვითარებაზე გვექნება საუბარი და არა მარტო საუბარი, თუმცა ძალიან ბევრი პრაქტიკული სავარჯიშო იქნება, ხო? ეს იქნება კვირაში რამდენიმე ჩართვა, ასე ვთქვათ, 3 კვირის განმავლობაში, სადაც მთლიანად მოვიყვანთ ჩვენს ფინანსურ აზროვნებას წესრიგში. შესაბამისად, ადევნეთ თვალყური ანონსებს ჩემს page-ზე Facebook-ში, ფსიქოლოგი ვახტანგი ჯაფარიძე, აუცილებლად დაიდება მისი ანონსი, შემოგვიერთდით და მოიყვანეთ საკუთარი ფინანსები და ბიზნესი, ასე ვთქვათ, ოპტიმალურ მდგომარეობაში. გარდა ამისა, შეგიძლიათ შემოვერთდეთ ჩემს დახურულ ფსიქოლოგიურ კლუბს, მოგეხსენებათ, უკვე ერთი თვეა მუშაობს კლუბი ორიონი, სადაც საკუთარ თავზე მონაწილეებთან ერთად მუშაობთ ძალიან ინტენსიურად, ასევე კვირაში ერთხელ გვაქვს, ასე ვთქვათ, ფორმატები და შეგიძლიათ ამ ინფორმაციასაც ჩემს გვერდზე გაეცნოთ და, ასე ვთქვათ, დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირადში ჩემს Facebook-ზე, იმიტომ რომ კლუბში გაწევრიანება ხდება გასაუბრების შედეგად. იმიტომ რომ დავრწმუნდეთ, რომ თქვენი შემოერთება ჩვენთან იქნება ეკოლოგიური ჩვენთვისაც და თქვენთვისაც. ასე რომ ამის თაობაზეც შეგიძლიათ პირადში მომწეროთ, რომ გსურთ გაწევრიანდეთ ჩემს დახურულ ფსიქოლოგიურ კლუბში. შემდეგი შეკითხვა. პარტნიორთან ურთიერთობა ძლივს დავალაგე და სულ შიში მაქვს, ისევ რაღაც არ აირიოს. რა არის სტაბილური, ხარისხიანი ურთიერთობებისთვის საჭირო? არსებობს რაიმე წესები? კი ბატონო. როგორც აჩვენებს გამოცდილება, ის წყვილები, რომლებიც ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს, ასე ვთქვათ, ხო? ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მათ აქვთ 2 საერთო ნიშანი. პირველი, ამ ადამიანებს აქვთ რაღაცა საერთო სასიამოვნო საქმე, სექსის გარდა. რაღაცის კეთება უყვართ ერთად, ხო? ვიღაცას საჭმლის მომზადება უყვარს ერთად, ვიღაცას სეირნობა, ვიღაცას კინოში სიარული, ვიღაცას სურათების ხატვა, ვიღაცას მანქანის დარბა და ასე შემდეგ, ხო? ანუ გვაქვს რაღაცა ისეთი საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებთ და ორივეს გვსიამოვნებს ეს ამბავი. და მეორე, ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან. ანუ ეს არ არის რიტუალური დიალოგები, როგორ ახარ კარგად ვარ, რა არის ახალი, არაფერი, ფაქტობრივად არანაირი ინფორმაციის გაცვლა არ ხდება. აქ ადამიანები რეალურად ესაუბრებიან ერთმანეთს, უსმენენ ერთმანეთს და რეაგირებენ ერთმანეთზე, ხო? აი ამ 2 წესს თუ დაიცავთ, პრინციპში ყველაფერი დანარჩენი გაცილებით უფრო მარტივი იქნება. დღეისათვის ეს იყო სულ ჩემი პასუხები თქვენს შეკითხვებზე. ეს არის ის სივრცე, ის უსაფრთხო სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ ღიად თუ ანონიმურად დამისვათ შეკითხვა, საამისოდ Facebook-ში შეგიძლიათ პირადში მომწეროთ თქვენი შეკითხვები, ჩემს page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგი ჯაფარიძე და შესაბამისად გახსოვდეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ეს ზუსტად ის შეკითხვა, რომლის დასმაც ყველაზე ძალიან გერიდებათ, შეიძლება გახდეს თქვენი ფსიქოლოგიური გაჯანსაღების გასაღები და ის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც იქნება ძალიან დიდი და სასარგებლო გზის დასაწყისი. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე შემდეგ კვირას.